Მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით, ეს ტელეკომპანია ვარსკვლავებია, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გახლა ვარ და შესაბამისად გადაცემა სტუმრად ბესო ჩუბინიძესთან. Ვინც უყურებს ჩვენ ტელევიზიის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს, საიდანაც არ უნდა იყოს ეს რეპორტაჟი და სიუჟეტი მომზადებული, რომელი სცენიდანაც, რომელი რაიონიდანაც, რომელი ქალაქიდან, სოფლიდან, ალბათ იცით, რომ ბევრი მიზეზის გამო გულით და სულით მიყვარს მოფერება ქართველი ემიგრანტების ადამიანებისა, რომელსაც მოდი არ ვიტყვი იმ დაღეჭილ ფრაზას, რომ დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს არა, ეს ბანალურია. წვლილი შეაქვთ იცით რაში? ქართული სულის, ქართული გენის და ქართული რაობის და ადამიანობის იმ ქვეყანაში დაცვაში, რომელ ქვეყანაშიც თვითონ იმყოფებიან. ვის და ალბათ მე ყველაზე ნაკლებად მესწავლება ქართველი ემიგრანტის როლი საკუთარი ქვეყნის დაცვაში, იმიტომ რომ მე თავად ემიგრანტის შვილის მამა გახლა ვარ და ვიცი რას ნიშნავს იბრძოლო, იომო ინტელექტუალურად იმ ქვეყანაში, სადაც ხარ შენი სამშობლოსთვის. ეს კი დამერწმუნეთ არანაკლები რთული საქმეა, ვიდრე ის, ვინც აქ დავრჩით და ვინც აქედან აქ ვაგრძელებთ ომს და ბრძოლას საკუთარი ქვეყნის ჯერ აწმყოს და შესაბამისად მომავლისთვის. რატომ გავაკეთე ესეთი შესავალი? დღეს მე სტუმრად ყავს ადამიანი, რომელსაც კი ემიგრანტი ქვია. ის ქართველი ემიგრანტია და არის ადამიანი, რომელიც ემსახურება იმ საქმეს, რა საქმესაც ვემსახურებით ჩვენ აქ. ის იქ ემსახურება ამ საქმეს და გაცილებით დიდი მისია აკისრია. ევროპაში, კონკრეტულად კი ესპანეთში, უფრო კონკრეტულად კი ქალაქ ბარსელონაში არსებობს ქორეოგრაფიული ანსამბლი გენი. რამდენიმე დღის წინ ანსამბლის რამდენიმე წევრი ჩამოსული იყო საქართველოში, მათ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი მამულიშვილი მასპინძლობდა. მათი ხელმძღვანელი ჩვენ ყოლია ეთერში ნონა ფულაძე, ადამიანი, რომელიც არ ვიცი მე პირდაპირ ჟიულ ვერნის ნაწარმოებიდან ვიტყვი მოძრავში ასე შეიძლება დაახასიათო, მობილ. აი რა საქმეს არაკეთებს და რა საქმეს არ ემსახურება, მაგრამ ეს ნაბიჯი, რაც მან თავისი მასპინძლობით აგასია, თავის მეგობრის მიმართ, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ იმ ღონისძიების წამყვანი ყოფილიყავი, სადაც ისინი ერთად ეფერებოდნენ ქართველ ხალხს. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ქორეოგრაფიული ანსამბლ გენის ხელმძღვანელი ქალბატონი ანა ლობჟანიძე. აი ასეთი შესავლის შემდეგ მოგესალმებით ქალბატონო ანა, როგორ ხართ? მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ხომ კარგად? მადლობა. ციცხეები დაგახვედრეთ, მაგრამ არაუშავს თბილი ხალხი ვართ ქართველები, იცით თქვენ და მთელი სითბო და მთელი სიამაყე თქვენ მინდა ჩაგაბაროთ. აბა როგორია განწყობა იმ დღეების შემდეგ, რა დღეების ჩვენ ერთად გავიარეთ ახლა სულ რამდენიმე დღის წინ სცენაზე? არაჩვეულებრივი, ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა ჩვენი პატარების დახვედრამ, ჩვენი მასპინძლის, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ქალბატონი ნონა ფულაძის დახვედრამ. ძალიან ემოციური იყო კონცერტიც, სამზადისიც, ძალიან კმაყოფილები დაუბრუნდა. თვითონ ბავშვები რას ფიქრობენ, რო დამთავრდა კონცერტი, რა გითხეს ანამას, როგორ გავარკვიეთ? ძალიან ემოციური იყო, აბსოლუტურად. მათ ნათქვამს გავიმეორებ, რომ არ არსებობს ალბათ უფრო დიდი ფორმულა მეგობრობის, არ გქონდა წარმოდგენა ყველაფერზე, რასაც იქ საუბრობდით, რომ აი ესე დაგხვდებიან, გვიმასპინძლებენ. ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა ამ ყველაფერმა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ნონა ფულაძეს და მის მართლაც განუმეორებელ ანსამბლ მამულიშვილს. კი ბატონო, სხვათა შორის ამდენადაც მე მახსოვს ერთ-ერთი ბავშვი საერთოდ პირველად იყო საქართველოში, ხო? ყავდა ასეთი. გამახსენეთ ვინ იყო ეს? ელენე ნებიერიძე. ელენე ნებიერიძე, აი მისი აზრი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩემთვის. მისი აზრი ალბათ რა ვიცი, ძალიან ყველაზე ემოციური იყო ელენეს სიტყვები, რომ ეს არის ჩემი საქართველო, სადაც მართლა მელოდებოდნენ, მართლა განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ. და ჩვენთვისაც აზრი ძირითადად ამ ღონისძიების იყო ეს, რომ ბავშვებს ეგრძნოთ ერთმანეთი, ეგრძნოთ ჩვენი მეგობრობის სიძლიერესი, ღრმე და რა ვიცი, მე მგონი მოხერხდა ეს ყველაფერი, რომ
ბავშვებში გამოიწვია ეს დიდი ემოციები, გაუჩნდათ სურვილი, რომ ამ ყველაფერს კონდეს გაგრძელება და ყოველწლიურად დაიგეგმოს რაიმე კიდევ მსგავსი ან უფრო მასშტაბური ღონისძიებები, რაც მე მგონი ძალიან კარგი იქნება ორივე მხარის. ეს უკვე ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, კაპიტანო ანა, მოდი ახლა დავიწყოთ იქიდან როცა თქვენ გახდით ემიგრანტი. როდის იყო ეს? ეს იყო 2006 წელს. 2006 წელს. დიდი დრო გასულა, ძალიან დიდი დრო გასულა. ნუ ალბათ ჩამოდიოდით ხო გიწევდათ ამ პერიოდში საქართველოში. 2006 წელს. ანსამბლი გენი როდის დაარსდა? ანსამბლი გენი დაარსდა 2015 წელს. ესე იგი დაახლოებით 9 წლის შემდეგ ჩასვლიდან ეხლა მაყურებელმა მინდა რომ გაიგოს, იმიტომ კი არა რომ ამ ადამიანს შეხება პირდაპირ შეხება ქონდა აქ საქართველოში ამ თემასთან, რასაც ქართული ქორეოგრაფია და ხელოვნების ეს მიმდინარეობა ქვია ცეკვა. მოდი, აი ეს მითხარით მოკლედ, აქ რა გაკავშირებდა ამ ყველაფერთან და მე იქ როგორ და რანაირად შეიქმნა გენი. ჯერ აქ რა გაკავშირებდა? 2001 წელს დაამთავრე სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურის თანამედროვე ტრადიციული და თანამედროვე კულტურის სახელმწიფო კოლეჯი. ცოტა ხანი მუშაობდი აქაც ამ განხრით და მე მოგვიწია უკვე წასვლა 2006 წელს და აი ეს იდეა რომ ანსამბლი ჩამოყალიბებული იყო გაჩნდა იმის შემდეგ, რაც ჩემი შვილები ჩავიყვანე იქ და აი ამ ყველაფერს მოწყვეტილები იყვნენ, ძალიან გულდაწყვეტილები. ფაქტიურად ეს იყო ის მესიჯი, რომ გაჩერებული იყვნენ იქ, პირდაპირ მნიშვნელობით, არანაირად არ უნდათ დარჩენა იქ და გოგონას სურვილი იყო განსაკუთრებით, რომ გაეგრძელებინათ ცეკვა. ელენე ხომ გონი? ქეთევანი. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და ფაქტიურად გავაკეთეთ ანსამბლი ამის გამო. 2016 წელს ჩასვლი 9 წლის შემდეგ ჩასვლიდან ხო? ეს ვინ არის ანსამბლის ნათლია, ვინ მოიფიქრეს გენი, ვინ დაარქვა? მე. თქვენ ხართ. ქართული გენი. ფაქტიურად ეგ არის, კი. იცი რა მაინტერესებს, დავიწყეთ მუშაობა ქართულ ემიგრაციაზე, ქართველები ჩაერთვნენ ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ეხლა მე ვერ წარმომიდგენი, იქ სადაც ქართული ცეკვაა, რომ ქართველმა თავის სისხლის ყივილი არ იგრძნოს და აი ეს პროცესი მომიყევით, როგორ დაიწყო? კაი, თქვით, გაკეთდა ქართული ანსამბლი იმაში მადრიდში თუ ბარსელონაში და როგორ განვითარდა პროცესი? ვინ იყვნენ ის ბავშვები, ვინც? თავიდან იყვნენ ჩემი შვილის მეგობრები, რა თქმა უნდა, სხვათა შორის ესპანელებიც, რამოდენიმე ესპანელი და მე ესე განვითარდა მოვლენები, რომ დაქორწინდნენ ქართველზე. შეგ სხვა მისიაც აგიღიათ თავზე. მისიაც ავიღეთ, კი ბატონო. ძირითადი შემადგენლობა იყო ემიგრანტები, როგორც დღემდე გრძელდება. დაინტერესება ძალიან დიდია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ უძლებენ იმ დატვირთვას. ჩვენი ქართველები ვერ უძლებს? არა, ესპანელები. აი ამ დისციპლინირებულ რეპეტიციებს დაუშვათ, აი ამ რიტმს ძალიან გაუჭირდათ. სურვილი ჰქონდათ, მაგრამ გაუჭირდათ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ანა დამეთანხმება იმას, რომ ქართველები ბევრ რამეში განსაკუთრებულებიოთ გამძლეობაშიც და მუშაობაშიც, ხო, ფაქტი აგერ არის საკეზე. 2016 წლიდან, ნუ აგერ დღეს უკვე 2025 წელია და მუშაობის პროცესი გრძელდება. თაობები გამოვიცვალეთ, ხო, რა თქმა უნდა. თაობები გამოვიცვალეთ, მქონდა პატარა პერფორმანსიც. შემდეგ მქონდა რამოდენიმე მასშტაბური ღონისძიება. აი მანდამდე მივდივარ ახლა, ხო, აი რა პროცესები გავიარეთ, სად გამოვდიოდით რა? ჯილდო ხო არ გვაქვს რამე მიღებული, მე კი ვიცი, რო გვაქვს ახლა ისევ ეკითხებით, რომ არ ვიცოდე, მაგრამ მაინც გვაქვს მსოფლიო ხალხთა საერთაშორისო ცეკვების ფესტივალზე პირველი ადგილი მოპოვებული. რამოდენიმე მასშტაბურ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა და დაინტერესება იყო ძალიან დიდი. შემდეგ პანდემიის გამო ჰქონდა პატარა ტაიმაუტი და ეხლა ისევ ვაგრძელებთ მოღვაწეობას ჭყალებში. აი ხა კაპიტანო ანა, ჩვენი საუბრის ფონზე გადის ვიდეო კადრები, სადაც ბავშვები მეცადინობის კადრებია, ხო, რეპეტიციის კადრები. სად ხდება ეს ყველაფერი? მაყურებელს რო უთხრათ თან ჩვენი საუბრის ფონზე? ეს ხდება ბარსელონაში, ქალაქ ბარსელონაში, ეხლანდელი ახალი ლოკაცია გვაქვს უნდა დავასახელო. კი ბატონო, კი, მაინტერესებს სად ხდება. პლაცა ესპანია, ესეთი ადგილი გვაქვს, ცენტრალური მოედანი ქალაქის.
რადგან აი სტრატეგიულად ძალიან ისეთი ადგილია, რომ ყველასთვის მისადგომია, კი, შესაძლებელია ქალაქ გარეთ ცხოვრობს ძალიან ბევრი ბავშვი და უფრო მარტივად მოდიან სამეცადინოთ, რაც იქაურ რითმს ცოტა ნიშნულოვანი ალბათ ეხლა რა თქმა უნდა. აი ხა ეს ბავშვები ვინ არიან, ვისაც ახლა ჩვენ კადრებში ვხედავთ? ესენი არიან ანსამბლის წევრები. ქართველები არიან, ამის კითხვა მინდა, ხო? კი, ქართველები არიან, ქართველი ბავშვები, რომლებიც, რა ვიცი, რამოდენიმე აი ამ ბიუროკრატიული კანონების გამო, საბუთების რაღაც პრობლემების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. ქალბატონო, აი ეს ბავშვები, ხა ვინცაც ახლა ჩვენ უყურებთ ჩვენი საუბრის ფონზე, ხო? ნუ ქართველები, აი რომ თავდება რეპეტიციები. მე არ ვიცი, ოჯახებში დასწრებით თუ იქ დარბაზში თუ კაფეში არ აქვს მნიშვნელობა, რაზე საუბრობთ ხოლმე? ძირითადად ვცდილობ ქართულ ტრადიციებზე, ქართულ წესჩვეულებებზე ვესაუბრო, ძალიან ვცდილობ რომ რასაც სწავლობენ შინაარსობრივად ესმოდეთ. მნიშვნელოვანია. იცოდნენ ამ ცეკვების ისტორია, წარმომავლობა, რა რატომ სრულდებოდა, როდის, განსაკუთრებულ დღეებში, განსაკუთრებულ დღესასწაულებზე. ძირითადად საუბრები გვაქვს ქართულ ტრადიციებზე. ინტროგნული კითხვა მაქვს ახლა, ანა უნდა მაპატი. აი, დარბაზში რა ენაზე ესაუბრები ბავშვს? აუცილებლად ქართულად, აუცილებლად და პატარა სასჯელიც გვაქვს. ეს ძალიან მაგარი. ვისაც წამოსწდება ესპანურად ერთი სიტყვაც კი, დავაყენებთ ძელთან და ვიდრე არ მომწყინდება. მე პირადად და მე ჩემს პატარა ასისტენტს. აი ეს არის სასჯელი, რომელსაც პირადად მივესალმები და ყოჩახ აი ესეთი ჭყალებში დიქტატორული ნაბიჯისთვის, იმიტომ რომ ალბათ ეს შედეგს მოიტანს. აუცილებელი, რადგან პირველ რიგში გვაქვს ენის ბარიერი ბავშვებთან. უფრო სწრაფად აზროვნებენ ესპანურად ვიდრე ქართულად და თუ ჩემი მხრიდანაც არ იქნება ეს ყველაფერი ცოტა გაფილტრული, ცოტა არ ვიქნები მათთან მომთხოვნი, აი ის რა დონეზეც ესმით ქართული ენა, მე მგონი ესეც დაიქნება. ანა ეს ბავშვები იქ დაბადებული ქართველები არიან? გარკვეული ნაწილი იქ დაბადებულები არიან, გარკვეული ნაწილი როგორც ჩვენ აქ დაიბადნენ, მერე ემიგრაციაში იქეთ უწევთ ყოფნა და მნიშვნელოვანია, ერთმნიშვნელოვნად მნიშვნელოვანია ორივე კატეგორიისთვის. ენას არ მოწყდნენ, ისტორიას არ მოწყდნენ და მაქსიმალურად ვცდილობ რითიც შემიძლია იმ დროის მანძილზე რაც რეპეტიციები გვიტარდება. ვცდილობ რომ გქონდეთ შეხება ყველაფერ ქართულთან. ძალიან კარგი. ეხლა რა მაინტერესებს ანა, აი ჩამოხვედით დაიგეგმა საქართველოში ჩამოსვლა, რა გაკავშირებს საერთოდ ანა ქალბატონოვან და ნონასთან, ფულაძესთან, მამულიშვილთან, რა ერთმანეთს მეგობრები ხართ, აი ეს მინდა ვიცოდე, რატომ მამულიშვილმა, რატომ გადაწყვიტა თქვენთან ერთად იმ ყველაფერს გაკეთება, რაც გაკეთდა და რაც მაყურებლებმა, ჩვენ ტელევიზიის მაყურებლებმა უკვე ნახა და აღფრთოვანებული დარჩა იმ თქვენი ბავშვებითაც, ნუ ნონას ბავშვებზე აღარაფერს ლაპარაკობ, იმიტომ რომ ბევრჯერ ყავს ნანახი ჩვენ მაყურებელს და საერთოდ პროექტით, საიდან ეს ყველაფერი? დიახ. მე და ნონა ვიყავით ჯგუფელები, მეგობრები, წლების მანძილზე ვხედავდი მათ მოღვაწეობას და ძალიან მინდოდა აი ეს ამ ანსამბლის დრაივი, ამ ანსამბლის მონდომება, შემართება ეს ენახათ ბავშვებს. და ნონას რა დრაივი ქონა ახალგაზრდობიდან იცოდეთ, ბავშვობიდან უფრო სწორედ ხო? რა თქმა უნდა. გეგმა წამოვიდა აქედან, რომ მინდოდა ენახათ ის ნამდვილი რეპეტიციები, საკონცერტო მზადება, დისციპლინა, რაც ამ ჩვენს დარგს აუცილებლად ჭირდება. მესამედ ახსენე ეს სიტყვა აი ჩვენი საუბრის პერიოდში დისციპლინა. ხომ არ აქვთ რამე პრეტენზიები ამ ქართულ დისციპლინასთან მიმართებაში ჩვენს ემიგრანტებს? არანაირი, პირიქით, მე მგონი უკვე ეს დამეხმარება მე და გამიადვილებს იქ რაღაცეებს. აი გამომდინარე იქედან რომ იქ სხვა რითმია, სხვა მიდგომებია, მაგრამ ძალიან ვცდილობ რომ აი ეს ქართული არ დაივიწყონ. ის რაც კონცერტებს, საკონცერტო მზადებას და ცოტა ისეთ ანსამბლს დაუშვათ როგორც მამულიშვილია. ჭირდება, ძალიან მინდა რომ ეს გადაიტანონ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც
და ნებისმიერი რეპეტიცია დაემსგავსოს აი იმას, რაც ნახეს აქ. გასაგები. ანა, მე ვიცი, რომ ბავშვები ჩამოსვლისთანავე შეუდგნენ მამულიშვილის ბავშვებთან ურთიერთობას, მეცადინეობას, პრაქტიკულად გადიოდნენ რეპეტიციებს და თუ არ ვცდები, სულ რამდენიმე დღეში დაალაგდა ის ყველაფერი, რაც მე სცენაზე იხილა მაყურებელმა. გაუჭირდათ ადაპტირება მამულიშვილის ბავშვებთან? არა. გოგონებს. ძალიან საოცარი იყო ეგ ფაქტი, რომ ძალიან ესეთი ექსპრომტი, ძალიან მინიმალურ დროში მომზადდა ცეკვები, კი ვცდილობდით იქედან გამზადილი ნომრები წამოგვეღო, მაგრამ მოგეხსენებათ ნონას შემართება. კი, განსაკუთრებით ქართული რომ ნახე ბოლოს, ვითაც დავასრულეთ ის აქვეა მთელი კონცერტი, ქართული ხო საერთოდ? მე მგონი საკმაოდ კარგი გამოვიდა, ნამდვილად ჭირდება ამ საქმეს ეს ყველაფერი, აქ დასუფთავდა, გასალაშინდა რომ იტყვიან და მე მგონი ის რაც მაყურებელმა იხილა, აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო იმ მცირე დროის მანძილზე, რაც ფაქტიურად 4-5 დღეში მომზადდა ეს. ხო, 4-5 დღეში მარტო ის ქალბატონი თუ იმას იზავ და ამ ყველაფერს ვიზეზე ხარ ჩვენ საუბრობ, მე რაღაცა ვერ ვიხსენებ ესეთ ადამიანებს, მაგრამ ფაქტი ერთი, აი ყოველგვარი ხუმრობის გარშემო მე სცენაზეც თქვი ეს, რომ აი ესეთი კოჰაბიტაციები, რომელსაც ხელოვნებაში მოაქვს შედეგი, იყო და დაიდო იქ. პროკავშირის კულტურის სასახლეში ქონდა ჩვენ შეგახსენებთ ერთობლივი კონცერტი მაყურებლის გასაგონად ვამბობ ამას და ვისაც კიდევ ერთხელ, ვისაც აქამდე არ გინახავთ და გსურთ იხილოთ ეს ღონისძიება, ჩვენი გადაცემის ბოლოში დაგხვდებათ ავტომატური ლინკი და ავტომატური ლინკის საშუალებით გადახვალთ და ამ ღონისძიებასაც ნახავთ. რატო ვთქვი იცი ეს ყველაფერი განსაკუთრებულად ჩემთვის ემოციურია, როცა მე მიყვარს როცა ბავშვები მარტო ფეხებით და ხელებით კი არ ცეკვავენ. როცა ცეკვავენ გულით. ჩემთვის გულით ნაცეკვი გაცილებით მამაზი დასანახია. თორე იქ შეიძლება ვიღაცას გასმა შეეშალოს და იქ ხაზის გასწორება და ეს ყველაფერი გამოსწორებადია, მაგრამ გულით ნაცეკვის გამოსწორება ცოტა რთულია. აი ამიტომ მე ეს შევამჩნიე ბოლოში, როცა მთავრდებოდა 4 ანგელოზმა ქალბატონმა, როგორ იცეკვა 4 ვაჟკაცთან ერთად, ქართულ დავლური და ნუ არ ვიცი, ეს იყო ერთობლივად მოიფიქრეთ ალბათ ეგეთი დასასრული ხო, პიკი იყო მართლა, მაგრამ სურპრიზი იყო. ისეთი თარო ძირფას მოყრობა მეც კი არ ვიცოდა ნონა ფულაძემ საერთოდ არ გამაფრთხილა ამ შესახებ და არც პროგრამაში არ ჩამიწერა ეს ყველაფერი, იქვე მოგვიწია ამ ყველაფერს გადაწყვეტა და მართლა კმაყოფილი დავრჩი რომ უყურებდი აი შენს ულამაზეს გოგოებს და იმ ბიჭებს, რომლებიც აი ამ ხელა სცენას ჩამოუარეს მართლა ღირსეულად შეასრულეს და ლამაზად გულით ნაცეკვი იყო ეს კიდევ ერთი კომპლიმენტი მიიღეთ თქვენს და ქალბატონ ნონამაც იმ ბავშვების თამადობით, რაც მათ ეკუთვნით, ყველაზე დიდი მადლობა დავიწყოთ აქედან, რომ ისინი იყვნენ შემსრულებელი, ასე რომ ბავშვებო, მადლობა თქვენ, მადლობა იმ შრომისთვის, რასაც თქვენ ეწევით აგერ ანის მეთაურობით და იქით კიდე ნონას მეთაურობით. ეს დავტოვოთ ასე. ეხლა ნონა მე ერთი ძალიან სერიოზული კითხვა მაქვს რა. საქართველოში დაბრუნების თემას ეხება ეს შეკითხვა. ძალიან მტკივნეული. ახლა მე ჩემშვილს რო უსმენ ამ კითხვას, იმის გამო ვერ ვიღებ ამ პასუხს და დიდათ არ ვიცი მე ვიღებ თუ არ პასუხს, მაგრამ მაინც მინდა შევეხო ამას. საქართველოში დაბრუნების თემა, რა ვიცი, მე პირადად ყოველთვის ესე მithქვამს ხოლმე, რომ არ არსებობს ესეთი შეგრძნება, როცა საქართველოში ვბრუნდებით და ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ დასაბრუნებელ ბილეთს არ ყიდულობ. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია და ძალიან გამიჭირდება ამ თემის გაშლა გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს კატეგორია ემიგრანტების, რომ ნამდვილად ფიზიკურად ვართ იქ. მე პირადად ვიტყვი, რომ ჩემი სამშობლო წუთითაც არ დამიტოვებია. გადაგატანინე ეს ყველაფერი ჩაგერთობი ანსამბლ გენის შექმნამ, გაგიადვილა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, შეხება ყველაფერ ქართულთან. გიადვილებს? საადვილებს, რა თქმა უნდა, კი. ხო, მაგრამ ეს დიპლომატიური პასუხი იყო ახლა თქვენი მხრიდან, ეს არ იყო პირდაპირ პასუხი და მე მაინც აღარ ჩაგეძიები ხა ჟურნალისტურად ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ ჩემი დიდი სურვილია ხოლმე რომ საქართველოს შეიქმნას ის პირობები, რომ ყველა დაბრუნდეს. აი კიდევ ერთხელ მეორე თქვენი, ჩემი შვილი, ჩემი სამეგობრო, ჩემი ძმის ყველას თამადობით, ვისთვისაც ძვირფასია
ეს ჰაერი და ის კი არა მზე და ჰაერი ყველგან შეიძლება ერთ და იგივე იყოს, მაგრამ აქ ქართული სული აბსოლუტურად სხვა არის და ცოტა სხვანაირად უყურებთ ჩვენ აქ დარჩენილები იმ კატეგორიას, ვისაც ემიგრანტები ჰქვიათ და გქვიათ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ის პირობები შევქმნათ აქ ამ ქვეყანაში გაგვეწელა ძალიან ეს ყველაფერი 30 წელიწადი ცოტა არ არის სახელმწიფოს შენებას გულისხმობ, მაგრამ მე ვთვლი რომ სახელმწიფოს შენებაში თავის დიდი წვლილი შეგაქვთ თქვენ. იქიდან აქეთ. ჩვენ აქ ხელოვნება არის ერთადერთი მე ვფიქრობ სატრაბახო, რაც საქართველოს აქვს. რითვის გვიკრავენ ჩვენ ერთ-ერთი რო ჩამოდიან ვიღაცები. ხო? ხელოვნებისთვის, კარგი სიმღერისთვის, კარგი ცეკვისთვის, კარგი მუსიკისთვის და რაც ჩვენი შინაგანია განწყობის შესაქმნელად, რომელსაც სოფლიოს უქმნით. სოფლიოს კი არა, კაპიტანონა მე მგონი კოსმოსში მარსიანელებს უქმნით, ჩაკრულო გაუგზავნეთ იქ, ხო? ამიტომ მადლიან საქმეს აკეთებ, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ იქ და არ ვიცი ეს ოდესმე დაბრუნდებით თუ არა სამუდამოდ საქართველოში, მაგრამ იქ რასაც აკეთებთ, ეს უკვე ქართული საქმის სხვა მიწაზე კეთება და ალბათ თავის მოტყუებაში არ ჩაგვეთვლება, მაგრამ რეალობა ესეთია. ამ ეტაპზე თქვენ იქ გიწევთ ქართული საქმის კეთება. ამ ეტაპზე იქ გვიწევს იმ იმედით, რომ მალე დავბრუნდებით. ხო, აი ეს მინდოდა და მომესმინა ეხლა მე. ნამდვილად აი ამ ჩამოსვლაზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის განწყობა, რომ ნამდვილად არის აქ ის წრე, რომ ნამდვილად გველოდებიან სულით და გულით. უხარიათ ყოველ ჯერზე ჩვენი აქ დაბრუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ემიგრანტისთვის. ხო, მათი მშობლები რას ფიქრობენ? განწყობა აბსოლუტურად ყველას იგივეა. დაბრუნებით ყველას უნდა მადლობა უფალს, რომ არის ის წრე და ის კატეგორია, რომ არავის არ აქვს იქ სურვილი სამუდამოდ დარჩენის, უბრალოდ მე პირადად ცოტა მცხვენია ამის გაჟღერების, რომ აი დაალაგდეს ყველაფერი და მე დავბრუნდები და ცოტა დამნაშავედ გრძნობ თავს ამ კუთხით, რომ აი ველოდებით იმ სიტუაციას, რომ აქ ისე ჩალაგდეს ყველაფერი, რომ მე დავბრუნდეთ. მესმის. თუმცა ცოტა ემიგრანტისგან მომისმენია ეს სიტყვები. დაგეთანხმებით, რომ არ არსებობს დრო და მანძილი, ვისაც სამშობლო უყვარს, ვინც გრძნობს სამშობლოს გულისცემას, სადაც არის ყველგან შეუძლია აკეთოს ქართული საქმე. დიახ ბატონო, დიახ, მე სხვათა შორის ახლა გამოგიტყდებით, თავშიც თქვი, რომ არ არსებობს ღონისძიება, სადაც მე ემიგრანტებს არ ვეფერებით, თქო, ბევრი მიზეზის გამო. ახლა გუშინ ჩვენი საქართველოს ულამაზესი კუთხიდან სამეგრელოდან ჩამოვედი, ღამის 4 საათზე მოვედი თბილისში და ემიგრანტებს ვეფერებოდი ლაივში. იქაც თქვი, იცით რა არის? იქი ქართველეთ, სადაც ხართ ამ ეტაპზე და იქ გაიცავით თქვენი ქართველობა. თქვენ ხელოვნებით, ზოგმა მათემატიკით, ზოგმა დიპლომატიით, ზოგმა ბიოლოგით, ზოგმა კარგი ინჟინერობით, კარგი მხატვრობით მოდებული ვართ თელს დედამიწას ამ პატარა მრგვალ პლანეტას და თქვენი ქართველობა იქ ჩანს. გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები ჩვენი საქართველოს მინუსები ჩვენს გვაქვს, მაგრამ მეტი გვაქვს დადებითი. რაშიც ყველაზე მეტი გვაქვს თქვენ იმ საქმეს აკეთებთ იქ. ამიტომ მინდა რომ ის საქმე იქ იქნება თუ აქ იქნება, ყველგან გააგრძელოთ, იმიტომ რომ ესეა. კი ბატონო, ძალიან ხშირად გამჟღერებია ეგ აზრიც, რომ არაფერი არ ხდება უფლისნების გარეშე. ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლა ესეთი კატეგორია გასული ქვეყნიდან, რომ ალბათ საჭირო იყო ეს ყველაფერი, რომ ჩვენ კიდე სხვა კუთხით გაგვიცნოს მსოფლიომ, კიდე სხვა კუთხით დაინახონ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ტრადიციები და ძალიან ბედნიერი ვარ თუ ამაში პატარა წვლილს შევიტანე. თქვენ ელჩები ხართ, კულტურის ელჩები ხართ, ასე უფრო დავაკონკრეტებთ, ჩვენი ქვეყნის, კი, კულტურის ელჩი. და მოდი ბოლოსკენ ნელ-ნელა გადავიდეთ დასასრულისკენ და მამულიშვილი ვახსენე ეს ხალხი ნუ როგორ მუშაობს და რას მუშაობს, კიდევ ერთხელ გამეორდები, ვიცით ყველა. ალბათ შემოვაპარე რომ ახალ პროექტებსაც დაგეგმავთ მომავალში, ახალი იდეები შეიძლება წარმოიშვას და განვითარდეს და გამოყვებით ჩვენ ამ იდეებში, რაც იქნება, იმიტომ რომ ცუდი არაფერი არ იქნება, კარგი იქნება დარწმუნებული, იმიტომ რომ ხელოვნებაში და ცეკვაში და მუსიკაში ცუდი არაფერი არ არის. არის ყველაფერი კარგი.
და ამ იდეების განვითარებაში ბოლომდე წამოყვებით თქვენ და ვინც არ უნდა იყოს კიდე, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, მაგრამ ყოველთვის მე მახსოვრება ის ფრაზა, რომ აი ესეთი დესპოტური მიდგომა, რომ დარბაზში ვწავ სხვა ენაზე საუბარს და ქართულად ეს ძალიან მაგარი რამეა. სხვებსაც მოუწოდებ ამისკენ, ეხლა ჩვენ უამრავი მაყურებელი გვიყურებს, უამრავი ემიგრანტი გვიყურებს და განსაკუთრებით ხელოვანი ემიგრანტები და თქვენც გადაიღეთ აი ეს დასჯის მეთოდი თქვენს ახსავსდებთან ურთიერთობაში. სწავლის ძირი მწარი არის, კენწეროში გამოადგებათ მე ეს ყველაფერი იმ ბავშვებს ქართულად საუბარს არ დაივიწყებენ ბოლო-ბოლოს ხო თუ არაფერი, ხო? ნუ ხო არაფრის თქმა გინდა ისეთი, რაც მე შეიძლება გამოვრჩა. არაფერი, ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ანსამბლ მამულიშვილს, მის ხელმძღვანელს, ბატონ კახა გამოცემლიძეს, ქალბატონ ნონა ფულაძეს, ასისტენტებს, მშობლებს, რომლებმაც აი უზომოდ დიდი მხარდაჭერა გამოვიცხადეს, ბავშვებს, არაჩვეულებრივ ბავშვებს. აი რომლებსაც აი ესეთი მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად ეგ აღარ თქვა. ერთი სიტყვაც არ დაცდენიათ, რომ ან დააღლილობას გრძნობდნენ, ან რაიმე მსგავს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ნამდვილი მასპინძლები იყვნენ. პირდაპირ გაგებით, ნამდვილი მასპინძლები, როგორც შეიძლება მოიქცეს ადამიანი, რომელიც ძალიან გულითად ნამდვილ მეგობარს ელოდება. მე მგონი ეს განწყობა იყო ქალბატონი ნონასგან. იყო და ეს ჩანდა სცენაზე, ჩანდა კამერაში, ჩანდა მაყურებლის თვალებში და ამ ყველაფერს მე უყურებდი ტეტ-ატეტ იმ სცენაზე, იმიტომ რომ ხო გეუბნებით, ეხლა რა იგულისხმაიცით ქალბატონამ გაუსაძლის სიცხეზე აქ საუბარი, რომელიც ტრიალებდა სცენაზე და ახლაც აქ სტუდიაში გარდა განათებებისა ისეთი სიცხეა, რომ მაგრამ როცა საქმე სიყვარულით კეთდება, იქ ის ბავშვები, მართლა მამულიშვილები რა პატარები, მაგრამ დიდებად რო გაიზრდებიან, ცხელ ჩოხასაც უძლებდნენ, ცხელ იმას, რა ქვია, ქალბატონების სამოსას და ყველაფერს უძლებდნენ იმის გულისის, რომ მართლა გაეხარებინათ ის ჩვენი ემიგრანტი, მამაზი ქალბატონები, რომელიც თქვენ ჩამოაბრძანეთ საქართველოში. და მათ შორის ერთ-ერთი საერთოდ პირველად იყო კიდე იმაში, რა ქვია, თბილისში. თბილისში კი არა, ზოგადად ქვეყანაში, ხო? რა ვიცი, ქალბატონო, წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს, რომელიც ყველას ჭირდება ამ საქმეში, იმიტომ რომ ეს არის ქართული საქმის მსახურება. მადლობა გადაუხადოთ ნონა ფულაძეს, ვიცი ხა ის გვიყურებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც გენი აკეთებს იქ. იმიტომ რომ მამულიშვილისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მისი ქართული გენი. ეხლა ეს როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, გინდა პირდაპირ და გინდა გადატანილი მნიშვნელობით. შესაკრებთა ადგილების გადანაცვლებით ჯამი მაინც არ შეიძლება. 2x2 ყოველთვის 4 იქნება და ვერასოდეს ვერ გახდება 5. და ვერც 51 სხვათა შორის. ამიტომ იმ საქმის მსახურება, რასაც ქართული საქმის მსახურება ქვია, ყველაზე კარგად ხელოვან ხალხს გამოსდის, სადაც არ უნდა ვიყოთ. სოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ ხელოვნების მსახური ადამიანები, აქ ნონა საქართველოში, იქ ქალბატონი ანა, იქ ვიღაცები მილიონი კაცი, რომელიც ემსახურება ამ საქმეს, ყოველთვის ნომერ პირველი და პრიორიტეტული უნდა იყოს სახელმწიფოსთვის. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სატრაბახო თემა. რა თქმა უნდა, დაგვემატა სპორტსმენებიც, ახლა სპორტსმენები, რომლებმაც უდიდესი წარმატება მოგვიპოვეს და გაერთიანეს ერი. მაგრამ პირველი ეს დაიწყო და ყოველთვის პირველი იქნება ხელოვნება. რა თქმა უნდა, ცეკვა მათ შორის ათვლის წერტილია. მუსიკასთან ერთად და სიმღერასთან ერთად. რა ვიცი, ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ჯერ საერთოდ ჩამობრძანებისთვის. საქართველოს და ამ ბავშვების მოყვანისთვის. მადლობა ნონა ფულაძეს იმისთვის, რომ მან შეძლო და ისტორიას შეუნახა და აი ესე ლამაზად გადავფურცლეთ ეს ერთი ფურცელი და ჩვენს არქივშიც ძალიან დიდი ხანი დარჩება სანამ იარსებებს ზოგადად. ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა იყო ემიგრანტების ჩამოსვლა. ლამაზი ნაბიჯი იყო. დიახ. ეს იყო ლამაზი ნაბიჯი, რომელსაც მოუწოდებ, რომ ბევრჯერ გადადგან ვიღაცეებმა, სხვათა შორის. მიბაძვა კარგი თემა და მიგვებაძოს კარგ თემაში და გავჯიბრებოდეთ კარგ თემაში ერთმანეთს. სულ ეს იყო.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ძვირფასო ტელემაყურებლებო მე მადლობას გადაგიხდით ჩვენთან ერთად ყოფნისთვის მადლობას გადაგიხდით იმისთვის რომ ასე რუდუნებით აფასებთ და უყურებთ ჩვენს ყველა სიუჟეტს მადლობა იმისთვის რომ გიყვართ ქართული მუსიკა ქართული სიმღერა ქართული ცეკვა და უკრავთ ტაშს იმ ხალხს ვინც ქმნის ამ ყველაფერს ჩვენ კი ჩვენის მხრივ სამწუხაროდ არც ცეკვა ვიცი და არც სიმღერა მე ხუმრებოდნენ ხოლმე რომ ამდენი ქორეოგრაფები ყავს და ერთი გასმა მაინც გასწავლოს იმემო მაგრამ როცა დავიწყე სწავლა კინოა მავიბურდე და გავიხლარტე რაც არ არის ჩემი საქმე იმას ვერ ვაკეთებ თუმცა გენში მაინც მაგ და ალბათ შეიძლება ვისწავლო მამულიშვილიც ვარ და ვინძლო რაღაცა გამოვიდეს ჩემგან ერთ ცეკვაში მაინც ხუმრობა იქით იყოს მაგრამ მართლა ასეა ქართული გენი განავითარეთ, დაიცავით, ყველგან იყავით მამულიშვილები და იყავით ადამიანები, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ, უფრთხილდებიან თავის სოფლიოში ყველაზე მაგარ ქვეყანას, სახელად საქართველოს. ეს ტელეკომპანია ვარსკვლავებია, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინძე ვარ, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.